1919 წლის 28 ივნის ვერსალში ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას, რომლითაც პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. ამ ხელშეკრულებით დამარცხებული გერმანია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამშვიდობო ზავის სანაცვლოდ ბერლინს ისეთი პირობები წაუყვანეს, რომელსაც მომავალში გერმანიის იმპერიის რეანიმაცია ძირშივე უნდა გამოერიცხა. გერმანია კარგავდა ტერიტორიებს, იზღუდებოდა მისი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი. ხელშეკრულების შედეგად საფრანგეთს გადაეცა ელზას-ლოტარინგიის რეგიონი. საფრანგეთის მფლობელობაშივე გადადიოდა საარის ქვანახშირის მაღაროები. თავად საარის მხარეში კი 15 წლით ერთა ლიგის მმართველობა ცხადდებოდა. ბელგიამ მიიღო მალმედის და ეიპენის მხარე. შლეზვინგის რეგიონში ჩატარდა პლებისციტი, რომლის შედეგადაც მისი ჩრდილოეთ ნაწილი დანიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ერთა ლიგის მმართველობაში გადადიოდა ქალაქი დანცინგი. გერმანიამ დაკარგა დასავლეთ პრუსიის ნაწილი, რომელიც ახლად შექმნილ პოლონეთის სახელმწიფოს შეუერთეს, რათა მას ზღვაზე გასასვლელი მიეღო. ზედა სილეზიის ნაწილი პოლონეთს გადაეცა, ნაწილი კი ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ლიტვამ მიისაკუთრა ქალაქი მემელი. რეინის რეგიონი დემილიტარიზებულ ზონად ცხადდებოდა, სადაც გერმანიას არ შეეძლო საკუთარი შეიარაღებული ძალების განთავსება. ყოფილ იმპერიას ჩამოართვეს ყველა კოლონია აფრიკაში და აზიაში. ვერსალის ხელშეკრულებით 100,000 ჯარისკაცამდე შეეზღუდა მისი შეიარაღებული ძალები. გაუქმდა სავალდებულო სამხედრო სამსახური. გერმანიას ჩამოერთვა სამხედრო ფლოტის 80%. აეკრძალა შეიარაღებაში მძიმე ტექნიკის და ავიაციის ყოლა. ქვეყანას უზარმაზარი რეპარაციები დაეკისრა. გამარჯვებულთა სასარგებლოდ გერმანიას 269 მილიარდი მარკა უნდა გადაეხადა. ეს დაახლოებით 100,000 ტონა ოქროს ექვივალენტი იყო. გერმანიაში საშინელი ეკონომიკური კრიზისი და ინფლაცია დაიწყო. 1923 წლის მიწურულს 1 კილოგრამი პურის ფასი 300 მილიარდ მარკას აღწევდა. კაბალური ზავის, რეპარაციებისა და მძიმე ეკონომიკური ყოფის გამო გერმანელთა ეროვნული თავმოყარეობა დამცირებული აღმოჩნდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერსალის ხელშეკრულებას უსამართლობად თვლიდა. საზოგადოების ასეთი განწყობა ნაციონალიზმისა და რევანშისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა. ყველაზე მეტად ეს გერმანული კონსერვატიზმით განთქმულ კუთხეში, ბავარიაში და მის დედაქალაქ მიუნხენში იგრძნობოდა. ქალაქში, რომელიც გერმანიის კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრად ითვლებოდა. გერმანული რომი. ასე ეძახიან ბავარიის დედაქალაქ მიუნხენს. ეს ქალაქი გერმანული კულტურის ცენტრია. მარტო მუზეუმების რაოდენობა 500-ზე მეტია. განუზომელია მიუნხენის როლი ევროპულ ცივილიზაციაში. მაგალითად, აქ გამოიგონეს ჯიბის საათი, მაცივარი, დიზელის ძრავი. მიუნხენთან გაიხსნა ევროპაში პირველი ლუდსახარში. აქ ქალაქში დაიბადა რიჰარდ შტრაუსი. აქ დადიოდა სკოლაში მაქს პლანკი. ამ ქალაქში დაამთავრა გიმნაზია ალბერტ აინშტაინმა. მიუნხენში ცხოვრობდა თომას მანი. აქვე ამ ქალაქში დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა ადოლფ ჰიტლერმა. ბავარიის დედაქალაქში ავსტრიიდან იგი 1913 წლის ზამთარში ჩამოვიდა. წლების შემდეგ მიუნხენი გერმანული ფაშიზმის აკვანი გახდა. ოციანი წლების დასაწყისში ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტური პარტია მხოლოდ რეგიონალური მნიშვნელობის პარტიას წარმოადგენდა. მაგრამ ამის მიუხედავად ფაშისტებს საკმაოდ დიდი პოლიტიკური ამბიციები ჰქონდათ. ნაცისტების მიტინგებზე სამშობლოს გადარჩენისა და ეროვნული ღირსების აღდგენის შესახებ მგზნებარე გამოშვები ისმოდა. უბრალო გერმანელში მსგავსი ლოზუნგები მოწონებას იმსახურებდა. ეს იყო ის სიტყვები, რომლის გაგებაც ხალხს თავად სურდა. ჰიტლერი იმპერიის აღორძინებაზე და გერმანელებისთვის სასიცოცხლო სივრცის მოპოვებაზე საუბრობდა.
Hitler eben nicht bloß ჰიტლერი იყო არა მხოლოდ იმპერიალისტი, მე-19 საუკუნის გაგებით. არამედ იგი მისდევდა იდეოლოგიას, რომელიც რასისტული იყო, დიდ გერმანულ იდეოლოგიას. იგი თავის გამოსვლებში ამბობდა, რომ გერმანელებს სჭირდებათ გაცილებით მეტი ტერიტორია, გაცილებით მეტი ფართობი, ვიდრე ამჟამად უკავიათ. იგი სასიცოცხლო სივრცის მოპოვებას პირდებოდა გერმანელებს. No, jeho představa byla od začátku taková, ჰიტლერის წარმოდგენა თავიდან ასეთი იყო. მას არა მხოლოდ გერმანიის დაბრუნება უნდოდა 1914 წლის საზღვრებში, არამედ სურდა გერმანიისთვის შეერთებინა ნებისმიერი გერმანული სივრცე, ან ტერიტორია, სადაც გერმანელები კომპაქტურად ცხოვრობდნენ. ეს პირველ რიგში ავსტრიას და, რა თქმა უნდა, ჩეხეთის მიწებს ეხებოდა. 1924 წლიდან გერმანიაში ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. ვითარების გამოსწორება უცხოური კრედიტების წყალობით გახდა შესაძლებელი. თუმცა ეს ხანმოკლე მოვლენა გამოდგა. 1929 წელს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის კრახის შემდეგ მსოფლიოში დიდი დეპრესია დაიწყო. გერმანია, რომლის ფინანსური სისტემა მთლიანად უცხოურ კაპიტალზე იყო დამოკიდებული, კვლავ კრიზისში აღმოჩნდა. მკვეთრად გაუარესდა სოციალური ფონი. ყოველი მესამე შრომისუნარიანი ადამიანი დაუსაქმებელი დარჩა. ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებამ პოლიტიკური სისტემის კრახი და საზოგადოების რადიკალიზაცია გამოიწვია. 30-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში მთავრობა რამდენჯერმე შეიცვალა. ქუჩაში ყოველდღე დემონსტრაციები იმართებოდა, სადაც ერთმანეთს რადიკალური მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები ებრძოდნენ. ამ ფონზე ნაციონალ-სოციალისტური პარტია სულ უფრო მეტ მხარდამჭერებს იძენდა. ჰიტლერი გერმანელებს უმუშევრობის მოსპობას, ტერიტორიების დაბრუნებას და ახალი იმპერიის შექმნას პირდებოდა. ხალხს მისი სჯეროდა. შედეგად ნაცისტებს ბუნდესტაგში ყველაზე დიდი ფრაქცია ჰყავდათ. 1933 წლის 30 იანვარს გერმანიის პრეზიდენტმა ჰინდენბურგმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ჰიტლერს კანცლერის პოსტი შესთავაზა. ფაშისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ. ნაციონალ-სოციალისტებმა ეს მოვლენა ქუჩებში ანთებული ჩირაღდნების მსვლელობით აღნიშნეს. სათავეში მოსვლისთანავე ჰიტლერმა პირდაპირ განაცხადა, რომ იგი არ აპირებდა ვერსალის შეთანხმების შესრულებას. სულ მალე გერმანიამ რეპარაციების გადახდა შეწყვიტა. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება გერმანიამ 1935 წელს დაიწყო. საარის მხარეში, სადაც ერთა ლიგის მმართველობის 15 წლიანი ვადა ამოიწურა, პლებისციტი ჩატარდა. პლებისციტის შედეგად რეგიონის მოსახლეობამ მხარი გერმანიასთან გაერთიანებას დაუჭირა. Am 13. Januar 1935 stattfindet 1935 წლის 13 იანვარს საარის მხარეში რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით პლებისციტი ჩატარდა. პლებისციტის ჩატარებას ვერსალის ხელშეკრულება ითვალისწინებდა. დადგა საკითხი სურდა თუ არა საარს გერმანიასთან შეერთება ჰიტლერის მმართველობის გათვალისწინებით. ამის მიუხედავად, საარის მოსახლეობის დაახლოებით 90%-მა ხმა მისცა არა საფრანგეთთან გაერთიანებას, არა საარის დამოუკიდებელ ტერიტორიულ ერთეულად ჩამოყალიბებას, არამედ გერმანიასთან გაერთიანებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ფაშისტები იყვნენ. – 1935 წელს ჰიტლერმა სამშვიდობო ხელშეკრულება კვლავ დაარღვია და სავალდებულო სამხედრო სამსახური აღადგინა. ორ წელიწადში გერმანიას უკვე 36 სრულყოფილი დივიზია ჰყავდა, სადაც 500,000 ჯარისკაცი ირიცხებოდა. ამის პარალელურად ფაშისტების სამხედრო მრეწველობის აღორძინება შეუდგნენ.
მოკლე დროში გერმანიაში 60 საავიაციო, 45 სატანკო, 15 გემთმშენებელი და 70 ქიმიური ქარხანა ამოქმედდა. 1936 წელს ჰიტლერმა ინგლისთან შეთანხმება მოახერხა. ლონდონში თვლიდნენ, რომ ვერსალის ხელშეკრულებით გერმანია ზომაზე მეტად დაიჭაგრა. ორ ქვეყანას შორის საზღვაო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც გერმანიას სამხედრო საზღვაო ფლოტის შექმნის ნებას აძლევდა. ქვეცნობიერად ბრიტანელებსაც და ფრანგებსაც სინდისი ქენჯნიდათ ვერსალის ხელშეკრულების გამო. ეს განსაკუთრებით ბრიტანელებზე ითქმის. ვინაიდან ისინი ფიქრობდნენ, რომ ვერსალში გერმანიას მეტისმეტად მკაცრად მოექცნენ. ამიტომ ისინი გერმანიის გარკვეული მოთხოვნების შესრულებისკენ იხრებოდნენ. მაგრამ საქმე ის არის, რომ მათ ეგონათ ჰიტლერის მიზანი მხოლოდ ვერსალის ხელშეკრულების რევიზია იქნებოდა. მათ ვერ გათვალეს ჰიტლერის ნამდვილი მისწრაფება. მთელი მსოფლიოს დასანახად ჰიტლერი პომპეზურ სამხედრო აღლუმებს ატარებდა. ნაცისტური პროპაგანდა მთელი ძალით მუშაობდა, რათა მსოფლიო განახლებული ვერმახტის სიძლიერეში დაერწმუნებინა. (1936 წელს ნაცისტებმა ვერსალის ხელშეკრულების მორიგი პუნქტი დაარღვიეს. 7 მარტს დილის 11 საათზე ვერმახტის 3 ბატალიონმა რეინის ხიდი გადაკვეთა და დემილიტარიზებული ზონა დაიკავა. ადგილობრივი მოსახლეობა არმიას აღთვალებული ხვდებოდა. ჰიტლერი აშკარა ავანტიურაზე წავიდა. ბატალიონებს ბრძანება ჰქონდათ, რომ თუ საფრანგეთი შეტევას დაეწყებდა, მათ დაუყოვნებლივ უკან უნდა დაეხიათ. პროპაგანდის მიუხედავად გერმანია ომისთვის ჯერ მზად არ იყო. თუმცა ინგლისმა და საფრანგეთმა ჰიტლერი არ შეაჩერეს. ისინი მხოლოდ მკაცრი განცხადებებით შემოიფარგნენ და ვერმახტს რეინის ზონაში დარჩენის უფლება მისცეს. ერთა ლიგამ გერმანიის მოქმედება დაგმო, რითაც ინციდენტი ამოიწურა. ჰიტლერს არ ამოძრავებდა მხოლოდ გერმანულენოვანი და გერმანელებით დასახლებული რეგიონების შემოერთება. მისი მიზანი აღმოსავლეთით გაფართოება იყო. ნაციონალ-სოციალისტების მთელი პოლიტიკა გერმანელებისთვის ეგრეთ წოდებული სასიცოცხლო სივრცის მოპოვებაზე იყო აგებული. და როგორც შემდეგ გამოჩნდა, ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ ამისკენ. ომი არავის უნდოდა. ევროპის წამყვან სახელმწიფოს ინგლისს მსოფლიო კრიზისის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემების მოგვარება უფრო აინტერესებდა, ვიდრე რეინის საკითხი. ლონდონის პრიორიტეტი უმუშევრობის დაძლევა და სოციალური ფონის გაუმჯობესება იყო. ფინანსების სიმცირის გამო ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სრულყოფილ რეფორმას ვერ ახერხებდა. გარეგნული სიძლიერის მიუხედავად, ინგლისის არმიას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სერიოზული მოდერნიზაცია არ განუცდია. გასაგებია, რომ მათ ეს ომი არ უნდოდათ. ცნობილია, რომ 1937 წლის შემოდგომაზე ნევილ ჩემბერლენის არაოფიციალური წარმომადგენელი ლორდი ჰალიფაქსი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰიტლერთან იყო გაგზავნილი. ამ შეხვედრაზე ჰალიფაქსმა ჰიტლერს გადასცა ინფორმაცია, რომ პრინციპში შეიძლებოდა პრობლემურ ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება და ევროპის რუქის შეცვლა. საუბარი იყო ავსტრიაზე, დანცინგის დერეფანზე და ჩეხოსლოვაკიაზე. ამის სანაცვლოდ ჰიტლერს ერთადერთ პირობას უყენებდნენ. ეს ყველაფერი ძალის გამოუყენებლად უნდა მომხდარიყო. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ჰიტლერისთვის. თითქმის იგივე ვითარება იყო საფრანგეთშიც. ეკონომიკური კრიზისს საფრანგეთში თან პოლიტიკური კრიზისიც დაერთო, რომელიც მთავრობის ხშირ ცვლაში და ქუჩის მსვლელობებში გამოიხატებოდა. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ხშირად ხელჩართული შეტაკება მიმდინარეობდა.
ბიუჯეტში თავდაცვაზე გათვალისწინებული თანხების უმეტესობა საფრანგეთმა გერმანიის საზღვართან სამხედრო ხაზის მშენებლობას დაახარჯა და არმიის გადაიარაღებისთვის საკმარისი ფინანსები აღარ დარჩა. ევროპას ერჩია ჰიტლერის მიერ რეინის დაკავებაზე თვალი დაეხუჭა, ვიდრე ახალი ომი წამოეწყო. ევროპის პოზიცია იმ დროს იმაში გამოიხატებოდა, რომ სადავო საკითხები მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყვეტილიყო. ეს იყო პირველი მსოფლიო ომის მიერ მიღებული ტრაუმის შედეგები. საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ საფრანგეთმა მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა ამ ომში. ორჯერ მეტი ფრონტიდან ხეიბრად დაბრუნდა. ამას თავისი სოციალური და ფსიქოლოგიური შედეგები ჰქონდა მთელი თაობისთვის. პირველი მსოფლიო ომის შედეგად საფრანგეთში საშინელი დემოგრაფიული ვარდნა დაფიქსირდა. პარიზში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქვეყანა კიდევ ერთ ასეთ ომს ვერ გადაიტანდა. არ მიმაჩნია, რომ ჰიტლერმა შეძლო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დარწმუნება. უბრალოდ გერმანია იმ პერიოდისთვის სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერდა და მან ევროპაში ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია დაიკავა. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პოზიციები კი პირიქით შესუსტდა. ამან კონტინენტზე ძალთა გადანაწილება შეცვალა. პრინციპში ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქმედება ლაჩრობას ჰგავდა. მათ რომ ჰიტლერი მაშინვე შეეჩერებინათ, ისტორია სხვაგვარად განვითარდებოდა. ჰიტლერი, რომლის პირველი მიზანიც გერმანელებით დასახლებული ყველა მიწების მესამე რაიხში თავმოყრა იყო, აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. ნაცისტების სამიზნე ავსტრია და ჩეხოსლოვაკიის რეგიონი სუდეტი გახდა. ამ ორ ქვეყანაში 10 მილიონამდე გერმანელი ცხოვრობდა. 1938 წლის 20 თებერვალს ადოლფ ჰიტლერი რაიხსტაგის წინაშე სიტყვით გამოვიდა. ეს არ იყო უბრალო მოხსენება. ნაცისტური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფიურერი რაიხსტაგს და მთელ ხალხს 5-წლიანი მოღვაწეობის ანგარიშს აბარებდა. ჰიტლერის სიტყვაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის ადგილი იყო, რომელიც გერმანიის საგარეო პოლიტიკას ეხებოდა. 10 მილიონზე მეტი გერმანელი ცხოვრობს ჩვენ მეზობელ ორ სახელმწიფოში. დაუშვებელია, რომ ირღვეოდეს მათი უფლებები. აქ საუბარია მათ ძირითად უფლებაზე, თვითგამორკვევაზე. გერმანია ძნელად შეეგუება იმას, რომ რაიხთან შეერთების კანონიერი სურვილის გამო ისინი კაცრად იდევნებიან. რაიხის ინტერესებში შედის ყოველგვარი დახმარება გაუწიოს ამ გერმანელებს. ამ გამოსვლიდან 3 კვირის შემდეგ გერმანიამ ავსტრია მიიერთა. $1938 წლის 13 მარტს ვერმახტის ქვედანაყოფები ვენაში შევიდნენ. ავსტრიამ დამოუკიდებლობა დაკარგა. იგი მესამე რაიხის ნაწილად გამოცხადდა და ევროპის პოლიტიკური რუქიდან გაქრა. ავსტრიის გერმანიასთან შეერთება ფიურერმა ვენის ცენტრში, ჰელდენპლაცზე შეკრებილ ავსტრიელებს იმპერატორის სასახლის აივნიდან პირადად აცნობა. ანშლუსის შემდეგ ბერლინში დაბრუნებულ ჰიტლერს ტრიუმფით ხვდებოდნენ. ფაშისტები კვლავ არავინ შეაჩერა. ჰიტლერი სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ ევროპას ახალი ომის ეშინოდა და გლობალური კონფლიქტის ასტაცილებლად გერმანიას ყველა ტერიტორიულ პრეტენზიას დაუკმაყოფილებდა. England hat bereits seit 1937 in der დაახლოებით 1937 წლიდან ინგლისის პოლიტიკურ ელიტაში და დიპლომატიაში ავსტრიასთან დაკავშირებით თანდათან მკვიდრდებოდა აზრი, რომელიც შემდეგს გულისხმობდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრიელებს თავად უნდოდათ გერმანიასთან გაერთიანება. ჩვენ ავგრძელეთ ეს ვერსალში, მაგრამ ამ აკრძალვამ შეერთების იდეა კიდევ უფრო გააძლიერა.
შეიძლება ხირდეს კიდეც, რომ ავსტრიელებს მივცეთ გაერთიანების საშუალება და ჰიტლერს დაუთმოთ ავსტრია. ეს ალბათ გერმანიის ნაციონალიზმს საბოლოოდ დააკმაყოფილებს. Dne 13. března 1938 Hitler obsadil Rakousko. 1938 წლის 13 მარტს ჰიტლერმა ავსტრია დაიკავა. ჩეხოსლოვაკიისთვის ეს უზარმაზარი მოულოდნელობა იყო. რადგან ავსტრია და ჩეხოსლოვაკია ვარაუდობდნენ, რომ ანშლუსის შემთხვევაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო და პოლიტიკური სიტუაცია ისე შეიცვლებოდა, რომ საფრანგეთისთვის ეს ჩარევის მიზეზი გახდებოდა. ამიტომ ჩეხეთში ფიქრობდნენ, რომ იქნებოდა ომი საფრანგეთსა და გერმანიას შორის, რომელშიც ჩეხოსლოვაკიაც ჩაერთვებოდა. მაგრამ ეს არ მოხდა და ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკოსები ამან ძალიან შეაშფოთა. სწორედ ანშლუსის შემდეგ მიიღო ჩეხოსლოვაკიამ უზარმაზარი საერთაშორისო პოლიტიკური, სამხედრო და შიდა პოლიტიკური პრობლემები. vojenské i vnitropolitické. შემდეგი სამიზნე ეთნიკური გერმანელები დასახლებული ჩეხოსლოვაკიის რეგიონი სუდეტი იყო. სუდეტი მთიანი რაიონია, რომელიც დღევანდელი გერმანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის საზღვარზეა განლაგებული. ამ ტერიტორიაზე გერმანელების პირველი დასახლება მე-13 საუკუნით თარიღდება. ჩეხეთის მმართველები გერმანელების მიერ თითქმის უკაცრიელი მთიანი ადგილების ათვისებას არ ეწინააღმდეგებოდნენ. თვლიდნენ, რომ შრომის მოყვარე გერმანელები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობდნენ. დროთა განმავლობაში ემიგრანტთა რიცხვი გაიზარდა. მე-19 საუკუნის მიწურულისთვის სუდეტში მოსახლეობის 90%-ზე მეც უკვე გერმანელები შეადგენდნენ. უცხო ეთნოსის გაძლიერება ჩეხების უკმაყოფილებას იწვევდა. ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში, რომელშიც ჩეხეთიც შედიოდა, გერმანელები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ და ბატონებივით იქცეოდნენ. ამის გამო მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩეხებსა და გერმანელებს შორის რამდენჯერმე შეიარაღებული კონფლიქტიც კი მოხდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დამარცხებული ავსტრო-უნგრეთის იმპერია დაიშალა. 1918 წლის 28 ოქტომბერს ჩეხოსლოვაკიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ეთნიკური თვალსაზრისით ახალი სახელმწიფო ჭრელ გაერთიანებას წარმოადგენდა. ამიტომ საკუთარი ტერიტორიის დაცვა ჩეხოსლოვაკიას პოლონეთთან და უნგრეთთან სამხედრო კონფლიქტის ფასად დაუჭდა. ჩეხებისა და სლოვაკების გარდა ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში შედიოდა ტეშინის მხარე, სადაც 300,000-მდე პოლონელი იყო. მილიონამდე უნგრელი ცხოვრობდა სლოვაკეთში, კერძოდ კი კარპატისპირა რაიონში. ყველაზე დიდი დიასპორა კი ჩეხოსლოვაკიაში სუდეტელ გერმანელებს ჰქონდათ, რომელთა რიცხვი 3,5 მილიონს აჭარბებდა. ვერსალის სამშვიდობო კონფერენციაზე აღებული ვალდებულებით ჩეხებს მათ მიწაზე მცხოვრები ყველა ერისთვის ფართო ავტონომია უნდა მიეცათ. თუმცა პრაღა ამ ვალდებულების შესრულებაზე თავს იკავებდა. ძირითადად მიზეზს სეპარატული მოძრაობები წარმოადგენდა. პოლონეთთან და უნგრეთთან სამხედრო კონფლიქტების შემდეგ პრობლემები წარმოიშვა სუდეტშიც, სადაც ადგილობრივი გერმანელები ჩეხოსლოვაკიისგან ჩამოშორებას ითხოვდნენ. პრაღამ ეს მცდელობა არმიის საშუალებით აღკვეთა. გერმანელებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩეხურ მიწაზე თავს პოლიტიკურ და კულტურულ ლიდერებად მიიჩნევდნენ, პრივილეგია დაკარგეს და ნაციონალურ უმცირესობად გადაიქცნენ. 30-იანი წლების დასაწყისში სუდეტში ერთი შეხედვით მშვიდი მდგომარეობა იყო. გერმანელთა შორის სეპარატისტული განწყობა კვლავ არსებობდა, მაგრამ მის აფიშირებას ერიდებოდნენ. ჩეხების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მხოლოდ ყოფით დონეზე თუ შეიმჩნეოდა. გერმანელებს ჩეხურ საზოგადოებაში ასიმილირება არ სურდათ და ამის დემონსტრირებას გამომწვევად ახდენდნენ. სეპარატული მოძრაობის გააქტიურებას რეგიონში მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა. ვინც ფლობს სუდეტებს, მას ცენტრალური ევროპის გასაღები უჭირავს. ასე განსაზღვრა ამ მთიანი რეგიონის მნიშვნელობა გერმანიის კანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში.
სუდეტებისთვის ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობდა. სუდეტის მთავარი ქალაქი რაიხენბერგი, რომელსაც ახლა ლიბერეცი ჰქვია, წლების განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა. ამ მოედანზე ავსტრიული დროშა და პრუსიელთა არწივი ერთმანეთს პერიოდულად ცვლიდნენ. სუდეტის მიმართ ინტერესი არც მე-20 საუკუნეში განელებულა. გერმანიის სათავეში მოსულმა ადოლფ ჰიტლერმა, რომელიც ბისმარკს აღმერთებდა, ერთ-ერთ მთავარ მიზნად მესამე რაიხის შემადგენლობაში სუდეტის ჩართვა დაისახა. სუდეტი რომ ჩეხოსლოვაკიას ეკუთვნოდა, ჰიტლერი ამას შეცდომად და რეგიონში მცხოვრები 3 მილიონზე მეტი გერმანელის დისკრიმინაციად მიიჩნევდა. 1938 წლის მარტში, ავსტრიის ანშლუსის შემდეგ, გერმანიამ სუდეტში ვითარების მიზანმიმართულად გამწვავება დაიწყო. ვითარების გამწვავებას როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური საფუძვლები ჰქონდა. სუდეთის დესტაბილიზაციაზე უდიდესი გავლენა 1929 წელს მსოფლიოში დაწყებულმა დიდმა დეპრესიამ იქონია. სწორედ ამან დაუდო სათავე რეგიონში სეპარატიზმის აღორძინებას. თავისუფლების მოპოვების შემდეგ ჩეხოსლოვაკია სწრაფად გახდა განვითარებული სახელმწიფო. ჯერ კიდევ ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დროს ჩეხეთის ტერიტორიაზე უამრავი სამრეწველო ობიექტი იყო განლაგებული. დამოუკიდებლობის პერიოდში მასარიკის მთავრობამ ამ პოტენციალის ეფექტურად გამოყენება შეძლო. ჩეხოსლოვაკიის ქარხნებში წარმოებული იარაღი, ავტომობილები, თვითმფრინავები და მეტალურგიული პროდუქცია მთელ მსოფლიოში იყიდებოდა. ჩეხოსლოვაკიის არმიას ევროპაში ყველაზე თანამედროვე შეიარაღება ჰქონდა. განვითარების დონით ჩეხოსლოვაკია მსოფლიოს 10 საუკეთესო ქვეყნის რიცხვში შედიოდა. Československá armáda, abych odpověděl v několika slovech, byla na jedné ჩეხოსლოვაკიის ჯარი საუკეთესო იყო შუა და ცენტრალური ევროპის რეგიონში. středoevropského regionu, na druhou ჩვენს ჯარს საუკეთესო მომარაგება ჰქონდა. armádami velmocí. To je asi ჩეხოსლოვაკიას გააჩნდა განვითარებული ეკონომიკა, odpověď, kdybych měl dodat შესანიშნავი მანქანათმშენებლობა. podrobností. Československá armáda ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე იყო განთავსებული რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის იარაღის ქარხანა. z výborného strojírenství, მათი საშუალებით ჩეხოსლოვაკიის ჯარს ხარისხიანი შეიარაღება მიეწოდებოდა, světových zbrojovek, რომელიც იმდროინდელ ევროპაში შეიძლება ითქვას საუკეთესო იყო. v celku kvalitní მაგრამ მეორე მხრივ, მიუხედავად ამისა, იგი ვერ შეედრებოდა დიდი სახელმწიფოების ჯარებს. v některých aspektech dokonce dosahoval i světové špičky. ასეთი წარმატების მიუხედავად, მისმა ეკონომიკამ 1929 წლის კატასტროფას მაინც ვერ გაუძლო. განსაკუთრებით დაზარალდა სუდეტის რეგიონი, სადაც ქვანახშირის მაღაროები და მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტები იყო განლაგებული. 30-იანი წლების დასაწყისში სტუდენტელ გერმანელთა შორის უმუშევრობამ თითქმის 50%-ს მიაღწია. Krize pochopitelně postihla právě zejména პირველ რიგში კრიზისმა სუდეტო-გერმანული ოლქები მოიცვა, რადგან ამ რეგიონში იყო კონცენტრირებული მსუბუქი მრეწველობა, ფაიფურის, ტექსტილის წარმოება და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავდა, რომ საწარმოები უშვებდნენ პროდუქციას, რომელიც კრიზისის დროს არ იყო მოთხოვნადი. ეს ნიშნავდა, რომ უმუშევრობის დონე, რომელიც იმ პერიოდში მთელ ჩეხოსლოვაკიაში მაღალი იყო, სუდეტო-გერმანულ ოლქებში კიდევ უფრო დიდი იყო. გერმანიის ფონზე, სადაც ქვეყნის სათავეში ახლად მოსულმა ნაციონალურ სოციალისტურმა პარტიამ ეკონომიკური პრობლემები ეფექტურად მოაგვარა, სუდეტელებს შტაბეჭდილება რჩებოდათ, რომ ჰიტლერი შეძლებდა მათი მდგომარეობის გამოსწორებას. ეკონომიკური კრიზისი სულ მალე პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. რეგიონის პოლიტიკურ მოთხოვნებს ყველაზე მკაფიოდ სუდეტელ გერმანელთა პარტია გამოხატავდა, რომელსაც ფიზკულტურის ყოფილი მასწავლებელი კონრად ჰენლიენი ხელმძღვანელობდა. ვრატისლავიცე ჩეხეთის ჩრდილოეთში მდებარე პატარა დასახლებული პუნქტია. აქედან სუდეტის მთავარ ქალაქ ლიბერეცამდე სულ 7 კილომეტრია. მეორე მსოფლიო ომამდე აქ ძირითადად გერმანელები სახლობდნენ
და შესაბამისად იგი გერმანულ სახელსაც ატარებდა მაფერსდორფი. ეს პატარა ქალაქი იმით არის ცნობილი, რომ აქ სახელგანთქმული ავტოკონსტრუქტორი ფერდინანდ პორშე დაიბადა. პორშეს გარდა ვრატისლავიცეს კიდევ ერთი მოქალაქე ჰყავდა, რომლის სახელიც ასევე სამუდამოდ შევიდა ისტორიაში. კონრად ჰენლეინი. ადამიანი, რომელსაც უკავშირდება სუდეტში გერმანული მოძრაობის ჩამოყალიბება და რეგიონში ნაცისტური პოლიტიკის გატარება. სწორედ ჰენლეინის და მის მიერ ჩამოყალიბებული პარტიის მეშვეობით შეძლო ადოლფ ჰიტლერმა 1938 წელს სუდეტის ოკუპირება. Sam Henlein pocházel, což je, myslím, თავად ჰენლეინი წარმოშობით შერეული ჩეხურ-გერმანული ოჯახიდან იყო. მისი დედა ჩეხი იყო. თავიდან კარიერა ბანკის მოხელის თანამდებობით დაიწყო, ხოლო მოგვიანებით სპორტული კავშირების ხელმძღვანელი იყო. სწორედ მაშინ გახდა ამ სუდეტელ გერმანელთა პარტიის ფორმალური ბელადიც. რა თქმა უნდა, ამ პარტიაში იყვნენ სხვა მნიშვნელოვანი მოღვაწეებიც, მაგრამ ჰენლეინმა პირველობა მოახერხა. თავდაპირველად ჰენლეინის პარტია არ იყო ნაცისტებთან დაკავშირებული. ჯერ კიდევ 1933 წლისთვის იგი სუდეტის ფართო ავტონომიური უფლებების მოპოვებაზე იყო ორიენტირებული. თუმცა დროთა განმავლობაში ჰენლეინის პრიორიტეტები შეიცვალა და იგი ნაცისტებს დაუკავშირდა. 1935 წლიდან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო არხებით ჰენლეინის პარტია ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონ კრონას იღებდა. Na druhé straně existovaly tajné kanály, o kterých mnohdy ovšem nevěděl. არსებობდა საიდუმლო არხები, რომლის საშუალებითაც ხდებოდა სუდეტელ გერმანელთა პარტიის დაფინანსება. ამ არხების შესახებ პრაღაში გერმანიის ელჩმაც კი არ იცოდა. პრინციპში აქტიური დაფინანსება უკვე 1934 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ჰენლეინის პარტიისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერა მარტო პირველი 2 წლის განმავლობაში 300,000 მარკით გამოიხადა. ამის შედეგად სუდეტელ გერმანელთა პარტია ჩეხოსლოვაკიაში უძლიერესი პარტია გახდა და მან გერმანიის პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. Lze říci, že vláda v Berlíně vlastně შეიძლება ითქვას, რომ ნაცისტურმა მთავრობამ შიდა პარტიულ ბრძოლაში მხარი ჰენლეინს დაუჭირა. შემდგომში ჰენლეინის პარტიას ფინანსურადაც უჭერდნენ მხარს და არა მხოლოდ გერმანიიდან, არამედ ჩეხოსლოვაკიის შიგნით მოღვაწე გერმანელი მეწარმეებიც და გერმანიის სამეწარმეო წრეებიც. ჰენლეინის პარტიას ფინანსურად ეხმარებოდნენ ასევე საიდუმლო სამსახურებიც. ეს თანხები რთული გასაკონტროლებელია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო. ამის შედეგად ჰენლეინის პარტია, სადაც 1935 წლის დასაწყისში სულ 100,000 წევრი იყო, 2 წლის განმავლობაში 5-ჯერ გაიზარდა და თითქმის 9 მილიონს აღწევდა. už na konci roku 1936 i adekvátně tomu, jak byla úspěšná. პარტიის აქტივისტებს ინსტრუქტორს სუდეტში მივლენილი ნაცისტების საიდუმლო აგენტები უტარებდნენ. 1938 წლისთვის პარტია უკვე მთლიანად ფაშისტური გავლენის ქვეშ იყო. 28 მარტს ბერლინში ჰიტლერის და ჰენლეინის შეხვედრა შედგა, სადაც ფიურერმა სუდეტელი გერმანელების ლიდერს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ჯერ კიდევ 1938 წლის 28 მარტს ავსტრიის ანშლუსის შემდეგ ჰენლეინი ჰიტლერს შეხვდა, რათა მასთან სამოქმედო გეგმა შეეთანხმებინა. ამ შეხვედრაზე ჰიტლერმა სუდეტელი გერმანელების ლიდერს ერთ მნიშვნელოვანი მოთხოვნა წაუყენა, რომელიც შემდეგში გამოიხატებოდა. მოინდომეთ ყოველთვის იმაზე მეტი, ვიდრე მათ შეუძლიათ თქვენ მოგცეთ. ისურვეთ ყოველთვის იმდენი, რომ არასოდეს დარჩეთ დაკმაყოფილებული. ეს პრინციპში იმას ნიშნავდა, რომ ჰენლეინს უნდა მოეხდინა ჩეხების, ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის მთავრობის პროვოცირება. ფიურერი სუდეტში არეულობის პროვოცირებას ცდილობდა და ამისთვის ჰენლეინს იყენებდა. ჰიტლერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჰენლეინმა პარტიის საგანგებო ყრილობა მოიწვია.
სუდეტელ გერმანელთა პარტიის ყრილობის ჩასატარებლად კონრად ჰენლეინმა კარლოვი ვარი, იმდროინდელი კარლსბადი აირჩია. ამ ყრილობას ისეთი სამოქმედო პროგრამა უნდა მიეღო, რომელიც სუდეტის გერმანიასთან შეერთებაზე იქნებოდა ორიენტირებული. ყველაფერი ჰიტლერთან წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით ტარდებოდა. ყრილობა 1938 წლის 24 აპრილს. აი ამ ინგლისური ნეოგოთიკის სტილში აგებულ სანატორიუმში გაიხსნა. ჰენლეინმა მეორე სართულზე საკონცერტო დარბაზი იქირავა. ყრილობაზე სუდეტელ გერმანელთა პარტიამ სპეციალური პროგრამა მიიღო. ჰენლეინმა ჩეხოსლოვაკიის მთავრობას ულტიმატუმის ფორმით 8 მოთხოვნა წაუყენა. ეს მოთხოვნები ისტორიაში კარლსბადის პროგრამის სახელწოდებით შევიდა. იგი სუდეტში ფართო გერმანული ავტონომიის დამყარებას და რეგიონის პრაღის კონტროლიდან თითქმის მთლიანად გამოშლას ითვალისწინებდა. ჰენლეინი ითხოვდა რეგიონში სრული თვითმმართველობის შემოღებას, სუდეტის საზღვრების დადგენას, გერმანული კულტურის და მსოფლმხედველობის თავისუფლებას, სუდეტელ გერმანელთა ეთნიკური ჯგუფის იურიდიულ პირად აღიარებას და ამ აღიარების შესაბამის მდგომარეობას სახელმწიფოში. ჩეხებისა და გერმანელების მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთ პირობად ჰენლეინი ქვეყნის საგარეო კურსის გერმანიის სასარგებლოდ შეცვლას აყენებდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ამ მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა. Karlovarský program navazoval na předcházející. კარლოვი ვარის პროგრამა სუდეტელ გერმანელთა პარტიის პროგრამას ეფუძნებოდა, რომელიც ჯერ კიდევ 1937 წელს ჩამოყალიბდა. ჰენლეინი გარეგნულად ტერიტორიული ავტონომიის მოპოვებას ცდილობდა. ეს პროგრამა ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ფარგლებში ერთგვარი ჩაკეტილი გერმანული ტერიტორიის შექმნის მცდელობა იყო, სადაც მთლიანად გერმანული მმართველობა იქნებოდა. ამ მმართველობას კი უშუალოდ ჰენლეინის პარტია განახორციელებდა. ამგვარად ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოსთან სუდეტს მხოლოდ საერთო საგარეო პოლიტიკა ექნებოდა, ხოლო საჯარო პოლიტიკის ყველა სხვა სფეროს თავად გერმანელები მართავდნენ. გარდა ამისა, პროგრამა რეგიონში გერმანული მსოფლმხედველობის თავისუფლებას ითვალისწინებდა, რაც საჯაროდ ფაშიზმის აღიარებას ნიშნავდა. ეს ყველაფერი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩეხოსლოვაკიის დემოკრატიულ კონსტიტუციას. ფაქტობრივად, სუდეტელ გერმანელთა პარტიის ხელმძღვანელობა სუდეტის ჩეხოსლოვაკიისგან მოწყვეტას ცდილობდა. 1938 წლის 14 მაისს ბერხშტეინგადენის რეზიდენციაში შემდგარ მორიგ შეხვედრაზე ჰიტლერმა ჰენლეინს სუდეტში დაძაბულობის პროვოცირება მოსთხოვა. არეულობის კულმინაცია 22 მაისს იგეგმებოდა. ამ დღეს ჩეხოსლოვაკიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო დანიშნული. არჩევნების დღეს ჰენლეინის პარტია სუდეტის გერმანიასთან შეერთების საკითხზე პლებისციტის ჩატარებას აპირებდა. 20 მაისს ჩეხოსლოვაკიის საზღვრებთან ვერმახტის ნაწილების კონცენტრაცია დაიწყო. Asi nejvážnější, nejserióznější zprávu přinesl vojenský ataše. იმ დღეებში გერმანიაში ჩვენმა სამხედრო ატაშემ პოლკოვნიკმა ხრონმა მთავრობას სერიოზული ცნობა მიაწოდა, რომლის მიხედვითაც საქსონიაში თავს იყრიდნენ გერმანიის საარმიო ნაწილები. ეს ინფორმაცია მას ბრიტანელმა სამხედრო ატაშემ მიაწოდა. ხრონის ინფორმაციამდე ერთი დღით ადრე პრაღამ მსგავსი ცნობა დრეზდენში ჩვენი კონსულისგანაც მიიღო. კონსული იტყობინებოდა, რომ დრეზდენის მოსახლეობა სამხედრო წვრთნებზე გამოიძახეს. ამ ინფორმაციებიდან ჩეხოსლოვაკიის მთავარ შტაბში შედგა მოზაიკა, საიდანაც შეიქმნა შტაბ-ეჭდილება, რომ საქსონიაში თავს იყრის 9-დან 12-მდე გერმანული დივიზია, რაც საკმაოდ დიდი ძალა იყო. ამის საპასუხოდ პრაღამ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და სუდეტში ჯარები შეიყვანა. ჰენლეინის მებრძოლებსა და არმიას შორის მცირე შეტაკება მოხდა. ჩეხოსლოვაკიის მხარდაჭერის თაობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა საფრანგეთმა.
რომელსაც ჩეხებთან 1935 წელს ურთიერთდახმარების პაქტი ჰქონდა გაფორმებული. საფრანგეთის ომში ჩაბმის შემთხვევაში ჩეხოსლოვაკიას დახმარებას პირდებოდა საბჭოთა კავშირიც, რომელსაც პრაღასთან იგივე ხელშეკრულება აკავშირებდა. დიპლომატიური არხებით ჰიტლერს აცნობეს, რომ ომის შემთხვევაში გერმანიის წინააღმდეგ შესაძლოა დიდი ბრიტანეთიც გამოვიდეს. ყოველივე ამან ფიურერზე შემაკავებელი გავლენა იქონია. თუმცა ჩეხოსლოვაკიის ანექსიის გეგმა მხოლოდ გადაიდო. 28 მაისს ჰიტლერმა საბოლოოდ დაამტკიცა ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის გეგმა, კოდური სახელით გრიუნი. სუდეტის ანექსია 1938 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო. ომის დაწყების საბაბად ფაშისტები ორ ვარიანტს განიხილავდნენ. პირველ შემთხვევაში ბერლინს ბრალი უნდა დაედო ჩეხოსლოვაკიისთვის, რომ ომი მან დაეწყო და გერმანია მხოლოდ საპასუხო ნაბიჯი გადადგა. მეორე შემთხვევაში კი ინტერვენცია სუდეტის რაიონში სერიოზული ინციდენტის პროვოცირებას უნდა მოჰყოლოდა, რის საფუძველზეც გერმანიას ექნებოდა მორალური უფლება საკუთარი თანამემამულეების დასაცავად რეგიონში ჯარი შეეყვანა. პოლიტიკური და სამხედრო კუთხით უპირატესობა მეორე საბაბის გამოყენებას ენიჭებოდა. წლის ზაფხულიდან ჩაერთო პროპაგანდის მანქანა. ნაცისტები მთელ მსოფლიოს არწმუნებდნენ, რომ ჩეხები გერმანელებს დევნიან. ამის დასტურად მესამე რაიხი სუდეტიდან ლტოლვილი გერმანელების კადრებს ავრცელებდა. ჰიტლერი თანამემამულეთა უფლებების დაცვის ლოზუნგს მხოლოდ შირმად იყენებდა. ამ სპექტაკლში სუდეტელი გერმანელები ჩეხებისგან ჩაგრულის, ხოლო გერმანია მათი დამცველის როლს თამაშობდა. სინამდვილეში კი ბერლინს სუდეტელები მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ მათი საშუალებით მთელი ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია განახორციელებინა. სუდეტელი გერმანელები ჰიტლერმა, რა თქმა უნდა, საკუთარი პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოიყენა. ჰიტლერის პოლიტიკა ჩეხოსლოვაკიის როგორც სახელმწიფოს განადგურებას გულისხმობდა. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგი იყო, რომ 1939 წლიდან ჩეხური მოსახლეობა გერმანიის ძალიან უხეში საოკუპაციო მმართველობის ქვეშ მოექცა. გააქტიურდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ანექსიისთვის შესაბამისი დიპლომატიური ფონი უნდა მოემზადებინა. ნაცისტები ცდილობდნენ, რომ ჩეხოსლოვაკიასთან ომის შემთხვევაში ინგლისისა და საფრანგეთის მთავრობებისგან კონფლიქტში ჩაურევლობის მყარი გარანტიები მიეღოთ. გერმანიისთვის ყველაზე სასურველი პოზიცია დიდ ბრიტანეთს ჰქონდა. ინგლისის პრემიერს ნევილ ჩემბერლენს სწამდა, რომ ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებისათვის ჰიტლერის დაშოშმინება მხოლოდ დათმობების გზით იყო შესაძლებელი. ჩემბერლენი ამ პოლიტიკის სისწორეში ფრანგების დარწმუნებასაც ცდილობდა. მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს ჰიტლერი. ისინი ჰიტლერს განიხილავდნენ როგორც ადამიანს, რომელიც გარკვეული მიზნების მიღწევის შემდეგ მშვიდდება და მისი პოლიტიკა საფრთხეს აღარ შეიცავს. სინამდვილეში ეს ასე არის. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ჰიტლერის ამბიციები აბსოლუტურად განსხვავდებოდა მისი წინამორბედი გერმანელი პოლიტიკოსებისგან. საქმე იმაშია, რომ ჰიტლერის მოსვლამდე გერმანიის პოლიტიკოსებს სურდათ ვერსალის ხელშეკრულების მშვიდობიანი რევიზია გერმანულენოვან რეგიონებთან მიმართებაში. ხოლო ჰიტლერს გაცილებით მეტი უნდოდა. ჰიტლერი იყო იმპერიალისტი, რომელსაც დიდი გერმანული სივრცე და მთელი აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობა სურდა. მაგრამ ბრიტანელებმა და ფრანგებმა, ისევე როგორც თავად გერმანელებმაც, სწრაფად შეაფასეს ჰიტლერი. ისინი ჰიტლერზე ასე ფიქრობდნენ. მართალია იგი უფრო აგრესიულია, ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ პრინციპში მას ხომ მხოლოდ გერმანული ტერიტორიები უნდა. აგვისტოს დასაწყისში პრაღაში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელი ლორდი რენსიმენი ჩამოვიდა, რომელსაც სუდეტში არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა უნდა წარმოედგინა. სექტემბრის დასაწყისში რენსიმენმა მემორანდუმი გამოაქვეყნა, სადაც ჩეხოსლოვაკიის მთავრობას ჰელენის ყველა მოთხოვნის შესრულებას ურჩევდა.
6 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიამ სუდეტისთვის მაქსიმალური ავტონომიის მინიჭებაზე თანხმობა განაცხადა. თუმცა სეპარატისტებს ეს წინადადება უკვე აღარ აკმაყოფილებდათ. ჰიტლერისგან მიღებული ინსტრუქციის თანახმად ჰელნეინმა პირდაპირ სუდეტის გერმანიასთან მიერთება მოითხოვა. 12 სექტემბერს ნიურნბერგში ნაცისტური პარტიის ყრილობამ რეზოლუცია მიიღო, სადაც ჩეხოსლოვაკიის მთავრობას მოუწოდებდა შეეწყვიტა სუდეტელი გერმანელების შევიწროება და მათთვის თვითგამორკვევის უფლება მიეცა. ღმერთს იმისთვის არ შეუქმნია 7 მილიონი ჩეხი, რომ მათ 3 მილიონი გერმანელი დაჩაგრონ. სუდეტელი გერმანელების უკან შეიარაღებული გერმანელი ერი დგას, განაცხადა თავის გამოსვლაში ჰიტლერმა. ნიურნბერგის ყრილობა აჯანყების ნიშანი გახდა. 13 მაისს ჰელნეინის რაზმები სუდეტში თავს დაესხნენ პოლიციის პოსტებს. ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ რეგიონში საარმიო ნაწილები შეიყვანა და სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. 1938 წლის განმავლობაში უკვე მეორედ ევროპა რეალური ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გერმანიამ მობილიზაცია დაიწყო. 15 სექტემბერს ჩემბერლენი ჰიტლერთან შესახვედრად პირადად ჩავიდა ბერხსტენგადენში. მოლაპარაკებაზე ჰიტლერმა განაცხადა, რომ სუდეტში უკვე 300 გერმანელია მოკლული და სისხლის ზღვრის შეჩერება მხოლოდ ვერმახტს შეუძლია. ფიურერმა ბრიტანეთის პრემიერს მიანიშნა, რომ მათ ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობა სუდეტის პრობლემის გადაჭრაზე იყო დამოკიდებული. ჩემბერლენი ჰიტლერის მოთხოვნებს დაეთანხმა, მაგრამ საფრანგეთთან ამ თემის შესათანხმებლად დრო ითხოვა. 18 სექტემბერს ლონდონში ინგლისურ-ფრანგული კონსულტაციები გაიმართა, სადაც სუდეტის გერმანიასთან შეერთების საკითხი გადაწყდა. Británie neměla přímé závazky k Československu, pouze jako člen společnosti. ბრიტანეთს არ ქონია საერთაშორისო ვალდებულებები ჩეხოსლოვაკიის მიმართ. გარდა ამისა, 1938 წელს მისი შეიარაღებული ძალები არ იყვნენ მზად დიდი ომისთვის. ეს ეხებოდა როგორც სახმელეთო ნაწილებს, ასევე პირველ რიგში საჰაერო თავდაცვას. გარდა ამისა, ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის უმეტესობა ჯერ კიდევ 1938 წლამდე ფიქრობდა, რომ გერმანიის მიმართ ვერსალის ხელშეკრულებით გამოწვეული უსამართლობის გამოსწორება ჰიტლერთან შეთანხმების გზით შეიძლება. ამ შეთანხმების ფასი ზოგიერთი პატარა ევროპული სახელმწიფო უნდა გამხდარიყო. საფრანგეთიც, რომელიც იმ დროს ჩეხოსლოვაკიის მოკავშირე იყო, არასოდეს გეგმავდა ომს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის გარეშე. ფრანგებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერის გარეშე ევროპის საჭადრაკო დაფაზე მარტო რჩებოდნენ. არა მხოლოდ გერმანიის, არამედ მეზობელი იტალიის წინააღმდეგაც. გერმანიის ნაცვლად სუდეტთან დაკავშირებით ჩეხოსლოვაკიას ულტიმატუმი ინგლისმა და საფრანგეთმა წაუყენეს. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ბენეშმა მის შესრულებაზე ჯერ უარი განაცხადა, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის გამო საბოლოოდ სუდეტის გადაცემას მაინც ნათანხმდა. 22 სექტემბერს ჩემბერლენთან მორიგ შეხვედრაზე ფიურერმა დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა. სუდეტი გერმანიას 26 სექტემბრამდე უნდა გადაცემოდა. გარდა ამისა, უნდა დაკმაყოფილებულიყო ჩეხოსლოვაკიის მიმართ პოლონეთისა და უნგრეთის ტერიტორიული პრეტენზიები. ამ პირობების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში გერმანია ომის დაწყებით იმუქრებოდა. ჰიტლერის ულტიმატუმის შემდეგ ინგლისში და საფრანგეთში მობილიზაცია გამოცხადდა. ლონდონის და პარიზის ქუჩებში სანგრების თხა დაიწყეს. თუმცა გლობალურ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა. 27. září večer vlastně vystupuje Chamberlain s takovým tím dramatickým prohlášením. 27 სექტემბერს საღამოს ჩემბერლენი გამოვიდა შემდეგი დრამატული განცხადებით. რა სამწუხაროა, რომ ჩვენ უნდა ვთხაროთ სანგრები და მოვირგოთ აირწინაღები. იმის გამო, რომ რომელიღაც შორეულ ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთში ვერ მორიგდნენ.
გამონათქვამი, რომელიც ბრიტანული პოლიტიკური სიბრიყვისა და სიბეცის ნიმუშს წარმოადგენს. მაგრამ ასეთი იყო ბრიტანული მოსახლეობის უმეტესი ნაწილის განწყობა იმ დროს. გარდა ამისა, სუდეტის პრობლემები ისე იყო წარმოდგენილი, რომ რეგიონის გერმანული მოსახლეობა მხოლოდ თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციას ითხოვდა. თვითგამორკვევის უფლება კი ვერსალის შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად პუნქტს წარმოადგენდა. ეს თვითგამორკვევის პრინციპი, რომ ბერლინიდან ზეწოლით ხორციელდებოდა, ეს, რა თქმა უნდა, სხვა საკითხი იყო. რა თქმა უნდა, რაღაც პრობლემები იყო სუდეტში, მაგრამ ნაცისტური პროპაგანდის მიერ 1000-ჯერ გაზვიადებული იყო და საქმე პირველ რიგში გერმანულ ექსპანსიას ეხებოდა. სუდეტთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება 29 სექტემბერს შედგა. მიუნხენში, ჰიტლერის რეზიდენციაში, რომელსაც ფიურერ ბაუერქვა, ჩეხოსლოვაკიის ბედის გადასაწყვეტად ევროპის 4 წამყვანი ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა. კონფერენციას დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის პირველი პირები ესწრებოდნენ. ამ დარბაზში 1938 წლის 29 სექტემბერს მიუნხენის კონფერენცია შედგა, რომელსაც სუდეტის საკითხი უნდა გადაეწყვეტა. მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ ადოლფ ჰიტლერი, ნევილ ჩემბერლენი, ბენიტო მუსოლინი, ედუარდ დალადიე. დარბაზში ევროპის ყველა წამყვანი სახელმწიფო იყო წარმოდგენილი, მაგრამ კონფერენციას მთავარი აკლდა. არ იყო მოწვეული ის სახელმწიფო, რომლის ბედიც წყდებოდა. ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლები ვერდიქტს დახურულ გარს მიღმა ელოდნენ. 12 საათსა და 45 წუთზე კონფერენცია ჰიტლერმა გახსნა. გერმანიას აღარ შეუძლია გულგრილად უყუროს სუდეტელი გერმანელების უბედურებას. სუდეტის მოსახლეობა ბარბაროსულად იდევნება. რეგიონიდან გერმანიაში ტვალვილთა რიცხვმა 240,000-ს გადააჭარბა. აუცილებელია უმოკლეს დროში გადაიჭრას ეს პრობლემა. ჰიტლერის გამოსვლას კონფერენციის ყველა მონაწილე დაეთანხმა. საბოლოო შეთანხმებას ევროპის ლიდერებმა გვიან ღამით მიაღწიეს. 30 სექტემბრის ღამის პირველ საათზე კონფერენციამ დაადგინა სუდეტის რეგიონი, სადაც 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა, გერმანიას უნდა გადაცემოდა. მაშინ ევროპამ ჩეხოსლოვაკია გაწირა. ჩეხოსლოვაკიის ბედი ისე გადაწყდა, რომ მის ხელისუფლებას ამ პროცესში მონაწილეობაც კი არ მიუღია. ჩეხურ მხარეს არავინ არაფერი ეკითხა. ბენეშის მთავრობას უკვე ხელმოწერილი დოკუმენტი გადასცეს და აცნობეს, რომ შეთანხმების დეტალების დასაზუსტებლად ჩეხოსლოვაკიას თავისი წარმომადგენელი ბერლინში უნდა გაეგზავნა. ლონდონში დაბრუნებულმა ჩემბერლენმა თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე განაცხადა, რომ მან მსოფლიოს მშვიდობა ჩამოუტანა. This morning I had another talk with the German Chancellor Herr Hitler. And here is the paper which bears his name upon it as well as mine. საფრანგეთში ედუარდ დალადიეს ნაციონალური გმირის მსგავსად დახვდნენ. პირველ ოქტომბერს სუდეტში ვერმახტის ნაწილები შევიდნენ. 10 დღეში გერმანია რეგიონს უკვე მთლიანად აკონტროლებდა. რაიხის ახალი ტერიტორიები ფიურერმა პირადად დაათვალიერა.
სუდეტელი გერმანელები ჰიტლერს აღფრთოვანებული ხვდებოდნენ. Im Grunde genommen wollte Hitler das Abkommen gar nicht. სიმართლე რომ ითქვას, ჰიტლერს არ სურდა მიუნხენის შეთანხმების გაფორმება. მას სურდა დასავლეთის სახელმწიფოებს და ჩეხოსლოვაკიას უარი ეთქვათ დათმობებზე, რომ ომი დაეწყო. მას ომი უნდოდა. ჰიტლერს ჩეხოსლოვაკიის განადგურება სურდა. იგი არა მხოლოდ გერმანულენოვანი სუდეტის მიერთებას ფიქრობდა, არამედ მთელი ჩეხოსლოვაკიის მითვისებას. ამდენად იგი ამ დიპლომატიურ წარმატებას სინამდვილეში მარცხად აღიქვამდა, რადგან მას ომის საშუალება არ მისცეს. სუდეტიდან ჩეხი დევნილების ნაკადი დაიძრა, რომელთა რიცხვი 300,000 უახლოვდებოდა. ჩეხოსლოვაკიამ დაკარგა 30,000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია. მიუნხენის შეთანხმებით ჩეხოსლოვაკიას პოლონეთის სასარგებლოდ ჩამოეჭრეს ტეშინის ოლქი. უნგრეთს გადაეცა კარპატისპირა რეგიონი. სლოვაკეთმა მიიღო ფართო ავტონომია. პრეზიდენტმა ბენეშმა მოსახლეობას რადიოთი მიმართა და აცნობა, რომ შექმნილი ვითარების გამო იგი იხსნის პრეზიდენტის მოვალეობას და ემიგრაციაში მიემგზავრება. Byl jsem vždy optimistou a můj optimism je dnes silnější nežli kdy jindy. Mám nezlomnou víru v náš stát, v jeho zdravost, v jeho sílu. მიუნხენის შეთანხმებით საფრანგეთი და ინგლისი ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ახალი საზღვრების ხელშეუხლებლობას უზრუნველყოფდნენ. თუმცა ეს გარანტიები ფიქცია გამოდგა. 1939 წლის მარტში გერმანიამ მიუნხენის შეთანხმებაც დაარღვია და დანარჩენი ჩეხეთის ოკუპაციაც მოახდინა. 15 მარტს ვერმახტის ნაწილები პრაღაში შევიდნენ. ჩეხეთის დედაქალაქში გერმანული მმართველობა დაწესდა. ამ სასახლეში, რომელიც პრაღის ისტორიულ რაიონში მდებარეობს, საუკუნეების მანძილზე ჩეხეთის მმართველები ცხოვრობდნენ. სასახლე ისე აგებული, რომ იგი მთელ ქალაქს გადახურებს. ვინც აქ ცხოვრობდა, ის ჩეხეთს ფლობდა. 1939 წლის 15 მარტს ეს სასახლე ადოლფ ჰიტლერმა დაიკავა. ფიურერის საპატიოსაცემად სასახლის შიდა ეზო ნაცისტური სიმბოლიკით მორთეს და საპატიო ყარაული ჩაამწკრივეს. ჰიტლერი უზომოდ კმაყოფილი ჩანდა. ჩეხოსლოვაკიის სახით მესამე რაიხი ახალი ტერიტორიებით გამდიდრდა. იმავე დღის საღამოს ამ სასახლეში ნაცისტთა თათბირი გაიმართა, რომელზეც ჩეხოსლოვაკიის მომავალი მოწყობის საკითხი განიხილეს. მეორე დღეს 16 მარტს ჰიტლერის ბრძანებით მესამე რაიხის ახალი ტერიტორიები ბოჰემიისა და მორავიის პროტექტორატად გამოცხადდა. ჩეხოსლოვაკია, როგორც სახელმწიფო, გაუქმდა. ჩეხოსლოვაკიის ლიკვიდაციის შემდეგ ადოლფ ჰიტლერი ამ სასახლეში კიდევ რამდენიმე დღე გაჩერდა და მერე გერმანიაში დაბრუნდა. jsme s mým přítelem a dávným spolužákem, známým režisérem. მე ჩემს მეგობართან და კლასელთან, ცნობილ რეჟისორთან მილოშ ფორმანთან ერთად, რომელთანაც უკვე 60 წელია ვმეგობრობ, ვაპირებდი ფილმის გადაღებას მიუნხენის შეთანხმებაზე. ეს უნდა ყოფილიყო ამბავი, რომელიც მოთხრობილი იქნებოდა კულისებით. დავწერეთ სცენარიც, მაგრამ ეს იდეა არ განხორციელდა. იმ პროდიუსერულმა ფირმამ, რომელსაც ეს ფილმი უნდა გადაეღო, რატომღაც გადაიფიქრა. შეიძლება ეს იმიტომაც მოხდა, რომ სცენარში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა საფრანგეთის იმდროინდელი პრემიერის, ედუარდ დალადიეს როლს მიუნხენის შეთანხმებაში. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და არა მტკიცება,
რადგან ამის დამადასტურებელი საბუთი არ მაქვს. მე პირადად მქონდა გრძნობა, რომ უკეთესი იქნებოდა დალადიეზე დუმილი, ვიდრე ფილმის გადაღება. To jenom na vysvětlenou.